გამარჯობა. დღევანდელ ვიდეო ლაივს ახლა მე ვწერ ძალიან ბევრ მოსულ წერილთან და შეკითხვასთან დაკავშირებით, რატომ ჩამოფრინდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაცია საქართველოში და რატომ არავინ არ იცოდა ამის შესახებ და რა არის ჩემი ანალიზი და კონკრეტულად ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემო კარგო. ამიტომ მე შევეცდები პირველ რიგში მიმოვფანტო ეს რაღაცა ილუზიები ბრიყული და ძალიან მოკლე რაკურსით შევალ ზოგადად გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს საკმაოდ დაუნდობელი ომი. ეს არ არის ომი მარტო ისრაელს, ამერიკასა და ირანის წინააღმდეგ რა, ეს არის რეგიონალური მასშტაბის კონფლიქტი, კონფლიქტი ცუდად ნათქვამი სიტყვა, უფრო მასშტაბური ომია, რომელიც ატარებს ასევე რელიგიურ ხასიათსაც და რა თქმა უნდა ენერგეტიკული ომი, რომელიც ხუთავს რა მსოფლიო ქვეყნებს, მათ შორის ისეთ სერიოზულ ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ და კარგად მოგეხსენებათ თქვენ, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვამ ირანის მიერ გამოიწვია ნავთობის კრიტიკულ ფასამდე ზრდა ნავთობპროდუქტებზე, კონკრეტულად ბენზინზე და მთელი ევროპა იხრჩობა ამ შემთხვევაში გამომდინარე აი ამ ომიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის ფასნამატი ბენზინ პროდუქტებზე და სერიოზული პოლიტიკური კრიზისი არის აი ამ კუთხით. ამ ფონზე, როდესაც ისეთი ძლიერი სახელმწიფოები, როგორც არის ესპანეთი მოგეხსენებათ და სხვადასხვა ევროპის ისეთი ქვეყნები პირდაპირ არ ერევიან ამ კონფლიქტში, არ აყვნენ ამერიკისა და ისრაელის წამოწყებულ საომარ კამპანიას ირანის წინააღმდეგ და არჩიეს არათუ ნეიტრალიტეტი, არამედ პირდაპირ გაემიჯნენ ამ მოქმედებებს. თავიდან თითქოს ბევრმა დაიწყო რაღაცეების თქმა, მაგრამ მე მიხვდნენ, რომ ეს ძალიან სერიოზული უტოპია იყო და გადგნენ გვერდზე. და აი ამ ვითარებაში, როდესაც ისედაც კრიტიკულია პოლიტიკური სიტუაცია მსოფლიო ბურთზე, ამ დროს საქართველოში ჩვენ უყურებთ ამერიკის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავს სერიოზული ძალა არის, როდესაც ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი პატარა რიგითი მოკლე პასაჟირიანი თვითმფრინავი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ტვირთმზიდი, რომელიც ტაქტიკური ხასიათითაც გამოიყენება და ის ჰერკულესი ეგრეთ წოდებული, რომელიც არ ჩამოსულა საქართველოში, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გადაზიდოს. ის მისთვის არ ჩამოსულა იქ და არ დამჯდარა. არავინ არ იცის კონკრეტულად რა მისი ჩამოფრინდა, არც იმიტომ არ ჩამოფრინილო, 1-2 კაცი ჩამოეყვანა რა. მისი აბსოლუტურად სხვა, რადიკალურად სხვა ხასიათის მატარებელია და ალბათ რომ არა ვიღაცის გადაღებული პერსონალური ვიდეო რომ აიტვირთა მე ინტერნეტში კაცშვილმა არ იცოდა საქართველოში რომ აი ესეთი სამხედრო მნიშვნელობის ბორტი დაჯდებოდა ჩვენს აეროპორტში. ხა არ იცოდა რამდენად იყო კოცები ამის ვალდებული, ეს განში სხვა საკითხია, მაგრამ აქ აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი არის, იმიტომ რომ ირანს ოფიციალურად აქვს განცხადებული გამოცხადება ლეგიტიმურ სამიზნეებად იმ ქვეყნების, იმ აეროპორტების, იმ ტერიტორიაზე მყოფი ელემენტები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის და ზოგადად ამ ომში მათ მხარეზე მყოფი ელემენტები შეიძლება განთავსდეს რა. ანუ მე პირდაპირ გეტყვით აგერ ახლა ძალიან დიდი მათემატიკოსობა არ უნდა და ძალიან დიდი სამხედრო ანალიტიკოსობა მაგას არ ჭირდება, რომ ირანს გააჩნია მოგეხსენებათ თქვენ რაკეტები და ეს რაკეტები არის ბალისტიკური რაკეტები, ჩემო კარგო. და ჩვენ შორის მანძილი, ჩვენსა და ირანს შორის რო გავფანტოთ რა, ეს ილუზია არის დაახლოებით ასე
200 კილომეტრამდე არის მანძილი და საჰაერო კუთხით ეს მანძილი მოკლდება და შეიძლება იყოს 160 კილომეტრი. ზოგან შეიძლება უფრო მეტი, ზოგან შეიძლება უფრო ნაკლები და ამ რაკეტების სიგრძე არის მოქმედების რადიუსი 3900 კილომეტრი, 4000. ყოველ შემთხვევაში 2000 კილომეტრზე ნაკლებიანი რაკეტა აღარა აქვს. უკვე და არც ჭირდება რა. და თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ჩვენ შეიძლება არ გავხდეთ ლეგიტიმური სამიზნე ირანის. ხო? მაშინ ერთი შეკითხვა არის, რატომ არ შეიძლება გავხდეთ ეგეთი სამიზნე ირანის, ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთმა გვიხსნას ამ უბედურებიდან, მაგრამ როდესაც ჩვენ არა ვართ მუსულმანური ქვეყანა და ეს სენტიმენტები მას არ გააჩნია ჩვენს მიმართ. არის ისეთი ქვეყნები, როგორც არის მაგალითად დუბაი, რომელიც არის მუსულმანური ქვეყანა. არის ემირატის სხვადასხვა ქვეყნები, სადაც უკვე მან გამოიყენა ეს შეიარაღება, ხო? არის თურქეთი, რომლის წინააღმდეგაც გამოიყენა ეს შეიარაღება. კონკრეტული პრეცედენტებია კაცო ამისი, სადაც გაისროლა უკვე. და გაისროლა და მოარტყა და ზიანია უკვე კაცო ამ ქვეყნებში. ეხლა ქართული ოცნება ეს ბრიყვთა ჯგრო, აი ამ წუთას ჩამოგიღალიბებთ რა ტრაკის თამაშს აკეთებს ქართული ოცნება რა. ქართული ოცნება ის მიხეილ პენისაშვილი რო ყავს რა, მაგან უნდა ბაგრატიონი მოიყვანოს ცოლად და უნდა პრეზიდენტად დასვან იქ თანამდებობას, დანიშნონ პრეზიდენტად. ამას დიდი სირცხვილი არაფერი არ არის რა. რომ პრეზიდენტად გნიშნავენ. არჩევით კი არა ხარ, გნიშნავენ ეს წყლიფურთით რო ჩაგარტყამენ და თავარ სარდალი რო ხარ შენ. აი მაგან ახლა გამოვიდეს და გვიპასუხოს ამ დედა მოტყნულმა. გამოვიდეს და გვიპასუხოს. რო გათენდეს ისეთი დღე, რო აი ამ მოტივით ეს ბორტი ჩვენთან რო დაჯდა, ირანმა გვესროლოს საქართველოში რამოდენიმე ბალისტიკური რაკეტა. ვინ აგებს პასუხს ამაზე? ძალიან რადიკალური განცხადებები იქნა გაკეთებული ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ირანის ელჩიდან და ასე შემდეგ. ირანს საქართველოში ყავს ძალიან ძლიერი ანკლავი. შიგნში დაწყრეებში. თქვენ ალბათ ამის შესახებ არავინ არ გილაპარაკებათ რა. აგვიხსნას, თუ შეიძლება, აი აგვიხსნას, ძალიან მაინტერესებს მიხეილ ყ. რას უპირისპირებთ ჩვენ ამას? რა? იქედან წამოსულ ბალისტიკურ რაკეტას საქართველოს საჰაერო სივრცე გადაიჭერს რადარები და აქედან გაუშვებენ უკრაინაში ნაყიდ რუსულ ტექნიკას ბუკემერთის რაკეტას. ხუმრობა, იმიტომ რომ სახუმაროა კაცო. 2008 წელს ხო ამ ტექნიკაზე ფული იშოვა სააკაშვილმა და მისმა ჯგრომ. 2012 წლის მერე ბიძინაევანიშვილმა ხო გაუправა ეს ყველაფერი. და ყველას ხურდება დაურიგა ეს ფული შეარგო ოქროსავი ზოგი თანამდებობაზე ყავს ახლა დანიშნული. და დღეს დავდექით ისევე ამ საფრთხის წინაშე ამათი მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო საქართველოს შეერაღებული ძალების არმია და საჰაერო თავდაცვა არის კიდევ უძლური და არ შეიძლება იყოს ძლიერი, როდესაც ისრაელის მაშინ რა ქვია, რკინის გუმბათში არის ეგრეთ წოდებული პრაკოლი და იქ შედის ეს ბალისტიკური რაკეტები და იქ არის მსხვერპლი. ჩვენ რა ვშვებით, ბიჭო? არა, მე მართლა მაინტერესებს, ოღონდ ამას ვლაპარაკობ სრული გულახდილობით, რომ მოხდეს ექსპლოზია ამ რამოდენიმე ბალისტიკური ბომბის. მე რა ვშვებით? და თუ მოხდება ამ ბალისტიკური რაკეტების აფეთქება ხალხმრავალ ადგილებში, თუ დააზიანებს ჩვენს ინფრასტრუქტურას. ისედაც ლაპარაკობდნენ ბაქო სუბსა ჯეიხანზე, რომ აი ეს ნავთობსადენის ეგრეთ წოდებული ტრუბა ისრაელის არმიას ამარაგებს და ამიტომ ყავდით მიზანში და ეხლა ამ ხელა სატვირთო რო დაჯდა იქ. და არავინ არ იცის ქართული საზოგადოების ზურგს უკან რა ხდება. მე კი ვიცი რაც ხდება, მაგრამ ფართო მასამ ხო არ იცის. და შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი რა, ჩვენზე სარაკეტო
იერიშის მოტანის რა. და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება კაცი გამოვიდეს და აგერ ცა გაიხსნას და წამოვიდეს ცეცხლი იქედან რა. თავარია კოცები არიან კარგად რა. თავარია იქ ბიძინა ივანიშვილის მიხეილ ყუმ ასე რომ დააჯერენ რა 2 წლის ბავშვს და იმითი რო ტრაბახობს მე ჯეიდი ვენსმა მომესალმა მე ამან ხელი ჩამომართვა მე ამან ასე მითხრა ჰი ნაცებო შეგშურდეთ ბიჭო ხო არა ანძრევთ თქვენ დედა მოწყნულებო თქვენ ეს ღუმრობა კი ნუ გონიათ ბიჭო ცეცხლის ბურთები რო გაგორდება მიწაზე სად მივდივართ მე და ეს გააკეთეს რისი გულისთვის იცით ევროპაში ჩვენ ხმას არ გვცემენ ვიზები გაგვიჩერეს მაგრამ ამერიკას ჩვენ დავჭირდით კოცები და აი ჩვენი ლეგიტიმურობა არის ძალაში და აი კოცებმა რა გააკეთეს ამერიკის თვითმფრინავი დაიჯინეს ბაზაზე და ახლა მაგათ რაღა დაემუქრებათ ამერიკას კოცები კი არ დაჭირდა ჩვენი ტერიტორია რამდენადა ვართ ჩვენ ამისთვის სამხედრო მნიშვნელობით მზად რომ ვიღაცას მივცეთ ჩვენი ტერიტორია საკუთარი სამხედრო მიზნების გამოყენებისთვის მაგას ჩვენი უახლოესი და არაუახლოესი ისტორია შუა საუკუნეებით დაწყებული იქით უფრო პრეისტორიაში გადასული გვეუბნება და რითი ასახულა ეს ჩვენი საზოგადოების და ხალხის კისერზე დავიწყოთ იქ ირანის წინააღმდეგ ირანი ის კი არა შაჰ-აბასის დროს რო იყო ხმით რომ მოდიოდა მოდის ბალისტიკური რაკეტებით მოდის დრონებით და შენ რითი უპირისპირდები აგერ უკრაინაში ნაყიდი სააკაშვილის დროს მატორში ბალახამოსული ტექნიკით ბიჭო ამას ხო უნდა ფიქრი ამას ესენი არ ფიქრობენ არა ამას ესენი არ ფიქრობენ და ეგ რა არის იცით სრული დუმილი რომ მე ახლა არ გულახდილად გეტყვით ვიღაცა თავდაცვის მინისტრად რო უზით იქ გამოსიერებული და დაიწყო იმის კრიტიკა არა სისულელია ხალხო ეგ არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა დაიბრუნოს ლეგიტიმაცია და დააყენოს ქართველი ერი დარტყმის წინაშე ეს მეტი არაფერი არ არის ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენ არავინ არ გვაპატიებს ამას ჩვენ არავინ არ დაგვინდობს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილმა ჯვარსაც სვა კიდე და გეუბნებით მე ამას რომ ჩვენი ტერიტორია ეხლა იმყოფება ირანული რაკეტების სამიზნის ქვეშ ლეგიტიმური სამიზნის ქვეშ და კაციშვილი ამაზე ხმას არ იღებს თავარია ჯეიდი ვენსმა ჩამოართვა ხელი ამას მიხეილ პენისაშვილს და ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გახადონ ლეგიტიმური პიროვნება. რასთან გვაქვს საქმე? სადავართ? თქვენ დააკვირდით ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას დღეს რომ ხმას არ იღებს. ამერიკის საწინააღმდეგოდ ხო ვერ იტყვის ვერაფერს. ამერიკის პროამერიკელები ამერიკულის რამე ისე ცუდ სხვა რა აკადრებენ იქ უნდა საელჩომ არ გადმოხედოს. და არ თქვას შენ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებ თუნდაც ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ტრაქში შეყოს თავი მთელმა ოპოზიციამ ქართული ეროვნული ინტერესების კუთხით ხმის ამომღები არ არის აი ამ დროს რა უნდა მომხდარიყო იცით აი ამ დროს უნდა მომხდარიყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიძინა ივანიშვილის ტრაქს როა გადაბარებული უნდა მიემართა და ეთქვა ჩვენ სამწუხაროდ თქვენ სამხედრო საჰაერო ლაინერებს ვერ მივიღებთ ჩვენ ტერიტორიაზე ჩვენ ვერ დაუშვებთ ჩვენი ერის ჩვენი ისედაც ძლიერ სამხედრო კონდიციაში არ მყოფი მოტყაული საჰაერო თავდაცვის და არმიის დარტყმის ქვეშ ყოფნას და ვერ გავხდებით ირანის ლეგიტიმური სამიზნე. აი ვის გონიათ ახლა რომ ირანს რაკეტები არა აქვს. აი ეს რო იზახოლეთ რუს ტყვია გამოელია. ეს პროპაგანდა ყლეური. და რო დავინახოთ ჩვენ რომ ამ ომში თურმე იმხელა რესურსი აქვს რომ ჩვენ რო დაგბომბოს და მოგსპოს. შეიძლება ამერიკა ვერ მოსპოს და ვერც დაანგრიოს და ვერც მიცუდეს. მაგრამ ჩვენ ხომ მოგწუდება ქართველებს.
ერთხელ და ორჯერ მოგწვდომია ირანული ხმალი და ერთხელ და ორჯერ გაუმწარები ვარ ჩვენ ქართველები? რატო ვერევით ბიჭო ამ ომში? რა ვინ გვიძახის? ვინ რატო ვერთვებით? კიდევ ერთხელ ვამბობ ამას. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ქოცებო. აი ეს მამუკი ამ დინარაზე რო ყავთ სარზე. ტრაკით ჩამოსაცმელი ნაბიჭვარი. ჩუმად რო დაძვრება იქ და ქართველი ერის საწინააღმდეგოდ რო უბედურებებს ქმნის და აკეთებს. ეს ერთ-ერთი მისი დამსახურებაც არის. ყველას მოგიწოდებთ, აგერ თუ რაღა გეუბნებით და გეუბნებით ყველას. თუ ჩვენს ქვეყანაში რამე უბედურება დატრიალდა და ერთხელს გაიხსნაცა და მივიღეთ რაკეტები, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის და მისი ამ საქმეში მრჩეველი მამუკია მდინარაძის საქმე. მამუკია მდინარაძეს აქვს ერთი ამბიცია. შეინახოს რაც შეიძლება მისი ტრაკი თანამდებობაზე. და ევროპაში თუ არ ჩაესვლელება, იქნება რამენაირად ამერიკიდან გაიправოს თავი. Stare iluzia ეს. და ერთი პატარა მოტივის გამო რა. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში საბრძოლო მოქმედებების წარმოება უჭირს. და უჭირს რატო იცით? იმიტომ რომ არ მოხდა კოლაბორატიული ჩართულობა ევროპისგან, ნატოს წევრი ქვეყნებისგან. რა მიზეზებით მე თქვენ ამაზე შესავალში გესაუბრეთ და გაიქაჩა ეს კონფლიქტი დარტყმებით, ეგრეთ წოდებული საჰაერო დარტყმებით, საზღვაო შეტევებით და ამით პოლიტიკურ მიზნებს ვერ გადაჭრი. შეიძლება მოკლა ერთი ლიდერი, მოკლა ორი ლიდერი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ირანს აქვს დეცენტრალიზირებული თავდაცვის ტაქტიკა და სწორად და კარგად გათვლილი და 90 მილიონიანი ქვეყნის ესე წაქცევა ჰაერიდან და ზღვიდან არ ხდება. იქ თუ რამე გინდა გააკეთო, უნდა ჩახვიდე, უნდა შეცვალო, უნდა ხმელეთზე ფეხი დადგა, ეს არის დამატებითი რისკები, დამატებითი ხარჯები, მილიარდებზეა ლაპარაკი, ეს ომი ისეთ ასტრალურ ციფრებში მიდის, რომ აქ წარმოუდგენელია. ოკეი, და დაშალეს ატომური პროექტი, დაშალეს ის გააფუჭეს ის და ხო, მაგრამ რა მოიგეს ამით? სისტემა ვერ შეცვალეს, რეჟიმი ვერ შეცვალეს, პოლიტიკური ამოცანები მიღწეული არ არის. ჰორმუზის სრუტე დაკეტილია, ვითარება მძიმეა, რამდენჯერაც რომელიმე ქვეყნის ტანკერებმა სცადა გავლა მოხდა მისი დაბომბვა სარაკეტო იერიშები და დაწვეს პირდაპირ და ეს აძლიერებს კრიზისს. და ამ დროს ჩვენ ვინა ვართ, რა ვართ და რას ვთამაშობთ და სად ვთამაშობთ, კაცო? და ვის ვეთამაშებით? თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონის პრობლემა შეიძლება მოვიდეს ერთხელ ჩვენს ქვეყანაში? ჩვენ დააგვავისყდა ქართველებს ჩვენი მსხვერპლი. ჩვენ და უმრავლესობამ ჩვენთან საერთოდ არ იცის რუკაზე ირანი სად არის. და აქედან 90%-ს მოსახლეობიდან წარმოდგენა არ აქვს იმ უსაფრთხოების გამოწვევების რის წინაშე დაგვაყენა ჩვენ ქართულმა ოცნებამ. და არა მარტო ოცნებამ, ოპოზიციამ რო დუმს და ხმას არ იღებს. არ გამოდის არავინ და არ ლაპარაკობს ამაზე. იმის შიშით რომ იქ შეიძლება მიუღებელი ტიპი გახდეს. ძალიან ბნელი და ძალიან ცუდი პოლიტიკურად გაუზრდელი და გახრწნილი ეროვნულად მართლობა ყავს და ელექტორატი საერთოდ ზოგადად ელექტორატი, რომელსაც აქვს სურვილი ჩაანაცვლოს ქვეყანაში აი ეს სიმარაზმე რაც ხელისუფლებაში დგას. ეს ნიშნავს იმას, რომ უკეთესობა არ იქნება. კარგი რაღაცეები არ მოხდება, არ შეიცვლება უკეთესობით უარესობა. არ შეიძლება ამ მომში გარევა ეს არის დამღუპველი, ესა დამაქცევარი. ბიძინა ივანიშვილი აქ თავის თავს ვერ უშველის. სოფლიო თავისას მოჭამს ტრამპის გარემოცვა შეიძლება უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ააგონ შამპურზე იმხელა ფინანსური გარღვევა უკვე. და აქეთ სასწორზე არაფერი არ დევს. არ გახდა ირანული სივრცე ამერიკის შეერთებულ
всё მეც აქედან ახლა არ დავიწყებ იმას რა ქვია ფილოსოფოსობას ამას ჩვენ არ გვყავს არაფერი ჩვენ არ გვიცავს არაფერი ჩვენ ვერ უთავს ვერ დავიხსნით ვერაფრით ამ საზიზღარი შეტევებისგან გამომდინარე და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დააყენა დარტყმის ქვეშ და ოპოზიცია დუმს აი იცოდეთ რაშია საქმე მე უფროსი ღმისეულ ბლოგებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩავწე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ვინც უყურებს გააზიაროს ეს ბლოგი ეს საქმე ემსახურება ამას მე არ ვიცი იქ იმის მიღმა რა ხდება მაგრამ მაქვს ინფორმაცია რომ დინარაძე ცდილობს ბიძინა ივანიშვილის გათეთრებას ამერიკელების თვალში საქართველოს უსაფრთხოების გაწირვით და ქართველების სიცოცხლეების გაწირვით და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს მისი ფულის გადარჩენას და გამოღებას რაცაა დაკონსერვებული მსხვერპლი არის ამ ორი ადამიანის კისერზე იმას აქვს ამის ნება გააკეთოს ის რაც არის დღეს არა ქართული საქმე და როსაც აკეთებენ ესენი მაგრამ ამ გლობალურ კონფლიქტში ამან შეიძლება მოიტანოს მასიური სიკვდილი ჩვენი ქართველების მასიური სიკვდილი ჩვენი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და გააზიარეთ ეს ბლოგი და მოასვენიეთ და ანახეთ ყველას გისურვებთ წარმატებებს და მშვიდობას უმთავრესი არის მშვიდობა ძალიან ბევრი სასაუბრო მაქვს ძალიან ბევრი სათქმელი დამიგროვდა მაგრამ ამ ეტაპზე სხვა თემას არ შევეხები არ გადავიტანთ ეს სხვაგან რა ძალიან გთხოვთ გააზიარეთ ეს ყველა მადლობა